მოგესალმებით სოფას ჩემპიონო გამომწერებო. როგორ ხართ? ახლა ამ პოდკასტის ასე ვთქვათ გამხსნელი ვარ მე და ისე ზოგადად რამდენადაც მე ჩემ მეგობის გახსნით მოისმინე. მე მგონი ზედმეტად პოზიტიური გახსნები აქვს. არა და პოდკასტისთვისაც კი მგონი ზედმეტად პოზიტიური გახსნები აქვს. ამიტომ კომენტარებში იქნებ დაწეროთ. მოდი ამ იერიდან ცოტა უფრო მშვიდი გახსნა გააკეთე, რადგან ვიღაცები ვინც ტელეფონში უსმენენ ამას, შენი ღვივილი ზედმეტ ხმავს იწვევს, მithom ხალხს ძინავს და არ გინდა რომ გააღვიძო. ამიტომ მშვიდი გახსნა მოიფიქრე. აი ესეთ რამ დავწეროთ კომენტარებში. კარგი, მოდი ახლა ეს მონოლოგი ცოტა ხნით დავიწყოთ, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გითხრათ. არა ასეთი რომ მსგავს კომენტარებში დაწერა, ისეაც გასაგებია რომ ყველას ძალიან გევასწრებთ ჩემი ასეთი გახსნები. კარგი. მოდი პირდაპირ გადავიდეთ პოდკასტზე. რაც შეეხება იმას, რომ პოდკასტში ისევ იგივე სტუმარი მყავს მოწვეული, ეს არაა ჩემი ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ წინაზე ის პოდკასტი ვერ დავასრულეთ, იმიტომ რომ მოულოდნელად საქმეები გამოუჩნდა და წასვლა გადაწყვეტა. ამიტომ მოდი გავაგრძელოთ. საიდანაც გავჩერდით იქ ვერ ვიტყვი, მაგრამ რავი, ჩათვალეთ ეს იგივე პოდკასტია, ოღონდ იმის მეორე ნაწილი პოდკასტი, რაღაც ეგრე რა. კარგი, მოკლედ იწყება მარტოსული მონოლოგი. კარგი მეგობარო, აბა. რა არის ახლა უკვე ახალი კითხვა? საერთოდ პოდკასტი ძირითადად ორმხრივი საუბრის ამბავია და ესე შეკოწიწებით ერთად რომ ლაპარაკობდეთ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ეგ ვერ ხერხდება, კარგი იყოს ეს კითხვა-პასუხის თემა, რატო ასე ეს პოდკასტი, ეგ ძალკე თემა და მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა კარგი, დავიწყოთ მოდი ეგეთი რაღაცით. გავიგე რომ ახლა ისე ვაპირებ პარიზში წასვლას და როგორც წინა პოდკასტში მოვისმენთ, რაღაც არ მოგეწონა იქაურობა და მაინტერესებს ხელმეორედ რატომ მიდიხარ. მეგობარო, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული არ წავიდოდი. საერთოდ არ ვიცი საიდან გაგიგ ინფორმაცია. თან ჯერ საერთოდ არ ვაპირებ პარიზში წასვლას, ეგ მოგვიანებითვისაა გადადებული. ნახოთ, მე არის რაღაც გეგმა პარიზში საქმესთან დაკავშირებით, საქმიანი ვიზიტი იქნა წავიდე და რაღაც სხვა ტურისტული არამე, უბრალოდ საქმიანი ვიზიტი და შეიძლება წავიდე, ხონდ არ ვიცი ზუსტად როდის. ახლოს მომავალში ნამდვილად არა. ახლა უფრო ცოტა ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ვარ, ხო ხდები? აჰა, კი, მაყობს ხდები. ახლა კიდევ რა მაინტერესებს. აპირებ თუ არა YouTube არხის შექმნას, იმიტომ რომ შენ ზოგადად თან მოგზაურობ და თან ისეთ პროფესიაც გაქვს და ყველაფერი გიწყობს ხელს, რომ კარგი YouTube არხის შექმნა და თან აპარატურაც არ იქნება შენს პრობლემა. აპირებ თუ არა რომ რამე ძალიან ისეთი შენებური YouTube არხი მოხდო რა პერსონალური. რთული კითხვა ახლა ამაზე ასე ზუსტად არ მიფიქრია. ისე არის რაღაც მაგის და შეიძლება გავაკეთო რამე YouTube არხი და მივხედო როგორც საჯირო, მაგრამ მაგ პროდაქშენის ამბავი არო. პროდაქშენი მასაც ვენდობი და კარგად გამიგეთებს საქმეს. აი რა პრობლემა, კარგ პროდაქშენს პლანა მინდა და მე შეიძლება. მეგობარო, კი მესმის ყველაფერი, მაგრამ ეგ სისულელეა, YouTuber-ობა საერთოდ არ ჭირდება პროდაქშენი. არის ამერიკელი YouTuber-ი, ეს ჩვენ გეცოდინება PewDiePie 300 მილიონ გამომწერზე ავიდა, 300 მილიონ გამომწერზე ისე ავიდა, რომ არანაირი ტექნიკა არ უყიდა, ტელეფონით იღებდა და ბლოგებს იღებდა რაღაცა მის ტელეფონით. არანაირი ის არ ქონდა პროდაქშენი, გადაღებები, რაღაცები, ეგ ყველაფერი ახლა რაც არის საქართველოში ძირითადად ახლა შემოსული YouTuber-ები. მაგას ვინც მიყვება რა, ეგენი არ არიან ჩემი ნამდვილი YouTuber-ები, იმიტომ რომ ნამდვილი YouTube-ი რისგანაც საერთოდ YouTube-ი დაიწყო, არის რომ ერთი ტიპი და იმის გარშემო მოტრიალებს მე მისი YouTube არხი, ამას ნიშნავს პერსონალური YouTube არხი, როგორც მაქვს მე. და ეხლა შენ თუ გონია რომ მე რამე პროდაქშენი მიყავს, საერთოდ არა. მარტო ვაკეთებ ყველაფერს, გადაღებას, ყველაფერს. ეხლა მონტაჟსაც საერთოდ მარტო ვაკეთებ ძირითადად, ერთადერთი ედიტორი რაზეც შეიძლება მართლა მყავდეს, და ამაზე წინა პოდკასტზე ვისაუბრე. ერთადერთი editing-ი, რასაც ჩემს იმაში ჭირდება, უბრალოდ მე ძირითადად ვიდეოებსაც ჩემით ვაედიტებ, ჩემით ვიღებ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ერთადერთი ედიტორი მყავს იმაზე, რომ ახლა ვლოგის ის რომ მინდა, ჩემი ძალიან დიდი ვლოგი. ეგეთი მებს მიგვარებს რა, მარტივად რომ ვთქვათ, ედიტორი რეალურად იმიტომ მყავს, მაგალითად ახლა პოდკასტ ჩემით დავაედიტებ და უამრავ რამეს ჩემით ვაკეთებ.
უბრალოდ ედიტორი ხანდახან მიხმარება რაღაც კონკრეტულ იმებში რა გადაწყვეტილებებში ხა ვინც შეამჩნევს ჩემს იმაში არის ძალიან კარგად დაედიტებული ანუ ედიტორი მიედიტებს რაღაც კონკრეტულ ვიდეოებს არა ყველა ვიდეოს ძირითადად ვიდეოებს ჩემი თვა ედიტებ იმიტომ რომ არ მინდა დაიკარგოს ჩემი ხედვა რა და მისი ის მაგალითად ჩემი ედიტორის მიერაა დამონტაჟებული მეორე ნაწილი ვლოგის, ანუ მე რო ვლოგი გადავიღე, სადაც დაჭერის ტურნირზე ვთამაშობდი, პირველი ნაწილი ამ ვლოგის არის ჩემი დამონტაჟებული და მეორე არის ჩემი ედიტორის დამონტაჟებული რა. და ამას მე შეამჩნევს ვინც მაგ ვიდეოს უყურებს, შეამჩნევს რამ ხელსაუბრობა ჩემსა და ჩემი ედიტორის მიერ დამონტაჟებული მაშინ, მაგრამ აი მხოლოდ აი ეგაა ძირითადად რომ ძირითადად არ ვიყენებ არანაირ პროდაქშენს. ერთადერთი კაცი მყავს, ისიც ედიტორი და ისიც 1000-ში ერთხელ თუ რაღაცა ძალიან ისეთი გრანდიოზული ვიდეო გადავიღე და მეზარება მე რო დავამონტაჟო, აი მაშინ შეიძლება დამეხმაროს თორე ძირითადად ყველაფერს ჩემი თუ აკეთებ. ხო და არ ამგონი არ პროდაქშენი გჭირდებოდეს. უბრალოდ გჭირდება გადაღება. ანუ მარტო თქვა კამერა და მიკროფონი. დანარჩენს უკვე თავისით იზავს. ხო მეგობარო, მაგრამ მან დისიცა რომ შენ უკვე დიდი ხანი ამ საქმეში ხარ 2019 წელს და როგორც ვიცი, უკვე YouTube იმაში კარგად ხარ გარკვეული და ანუ უკვე იცი ყველაფერი და მე ხარ დავიწყო არ მგონია ფლატ ეგრე კარგად გამავიდეს როგორც შენ აკეთებ ყველაფერს და პლუს ამას პროდაქშენი ჭირდება ისეთი იმ სტილისთვის როგორცაც მე ვაკეთებ ანუ შენ გასაგებია გეიმინგს არ ჭირდება ნიტოს მობაილ გეიმინგს პოდკასტებსაც ხავ დიდი პროდაქშენი და რაღაცები არ ჭირდება შენ მითოეც ისეთ პოდკასტს აკეთებ სადაც სახელმწიფოს უბრალოდ ხმა ისმის ხო და ანუ გასაგებია ყველაფერი მეგობარო გასაგებია მაგრამ თუ ცოტა ასე გადახედავ ჩემი სტილი პროსტიტუტიური საუბარი და რაღაცები ამას უკვე პროდაქშენი ჭირდება თორე ისეთ გადაღებებს როგორებსაც მე ვშები ხო ხდები ცოტა ისეთი გეგმებსაც პროდაქშენი უფრო გამოდგება ხო იმაში მართალი ხარ რომ 2019 წელს დავაკეთებ მაგრამ ანუ პროდაქშენი ძალიან ისეთი თემაა რა ჯერ ერთი ძვირია და თან არ ამგონია რომ საჭირო იყოს მაგალითად ეხა ვლოგებს გადაღება თუ მინდა ვლოგებს ეხა 10 კაცის გამოყოლა ნამდვილად არ ჭირდება. კი, ლამაზი კადრები შეიძლება იყოს, მაგრამ ეგეთი ვლოგები დაკარგავს აი ბუნებრივობას და ყველაფერს ეგრე ეხება რა რეალურად. ეხა რის გამოც ტელევიზია არავის არ უყვარს, იმიტომ რომ ბუნებრივია რა ტელევიზიური ნაწარი. თუნდაც რეკლამები რაც მანდ გადის აი საერთოდ არა, ანუ ისე არ ამბობენ როგორც საჭიროა. და იუთუბერი რომელიც რაღაცა რეკლამს უფრო ბუნებრივად გამოსდის, იმიტომ რომ იცის მისი აუდიტორია, იცის ვინ უყურებს, ვინ უსმენს და მათზე მორგებულ რეკლამას აკეთებს. და ზუსტად ამას გეუბნები, რომ შენ რომ ახლა რაღაცა დაიწყო მთელი იმით, რა ქვია, ბექგრაუნდით, სტუდიით, ხალხით, რომელიც გადაიღებს იქ განათებას, გაასწორებს, ყველაფერი რეჟისურა, სცენარი, ანუ ეგ ყველაფერი რო გააკეთო ეგ დაკარგავს ბუნებრივობას და მაშინ აზრი არ აქვს. მაშინ მარტო ის ხალხი იყურებს, ვინც ტელევიზიას უყურებს და იცის ის და ანუ ეგ ჩემი აზრით არ გამოგადგება რა, უფრო ჯობია რომ ბუნებრივი იყო. კი ეხლა გასაგებია ალბათ იმას ვიტყვი რომ ბუნებრივობას არ დაკარგავს და არ დაკარგავ ამ პროდაქშენით და ყველაფრით, მაგრამ რეალურად რაღაც დონეზე მაინც იკარგება. იმიტომ რომ სად როცა შენ იღებ, შენ ამოდები, როცა ყველაფერს შენ აკეთებ. ანუ მაშინ შესამჩნევია როგორი ხარ. ეხლა მე მაგალითად რომ მე თვითონ ვიღებ ამ ყველაფერს მე ვამონტაჟებ, ყველაფერს მე რო ვაკეთებ, ანუ ხალხმაც იცის როგორი ვარ. იმიტომ რომ სხვა არაფერს არ მეხმარება, ერთადერთი ის ედიტორი, რაზეც ანუ ვისაუბრე, რომ ანუ ერთადერთი მაშინ მეხმარება, ისიც აი ვლოგის გადაღებაზე მაგალითად, ახლა ძალიან კაი ვლოგი მაქვს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაამონტაჟა, კი გასაგებია დრო არ აქვს და რაღაცები, მაგრამ მაინც რა, ანუ ისეთ ვიდეოებს მიმონტაჟებს სადაც უკვე მასაც რო დრო აქვს გამოთავისუფლებული და ორივემ რო ვიცით რომ აი აქედან ამ დრომდე ცალია, აი ამ დროში რო ვიდეო მქონდეს მე მზად, დამიმონტაჟებს. მაგრამ ძირითადად მე დენ ვიდეოს ვიღებ და არხსაც თუ გადახედავ, ვცდილობ რომ დავდო ვიდეო თუ დამონტაჟებას ვერ ვახერხებ, ვიდეოს უცებ ვიღებ რაღაცა თამაშზე და ვდებ რომ აქტიურობა არ დავკარგო რა. და თან ეს ჩემი გამომწერების რაოდენობაც ისეა რომ ხან ადის, ხან ჩამოდის იყო პერიოდი როცა ერთად ძალიან ბევრი გამომწერება მომატა, მე რაღაცა დამაკლდა, მე ისე მომატა. მოგეთ ცოტა თამაშობს რა ჩემი გამომწერების ის და თან მაქვს მეორე არხი, რომელიც ძირითადად შორტები იდება და იმას უფრო მეტი ის აქვს. მეტი ნახვა, მეტი ლაიქი, ყველაფერი მეტი აქვს იმას. გამომწერებიც იქ მეტი მყავს. მაგრამ არც ედგან, არც აქ, არც იქ. წავიდგინე მეორე არხზე რამხელა ის მაქვს და არც ედგან სტუდიო დიდად არ მაქვს. ანუ ვაკეთებ ჩემსას ყველაფერს.
და ჩემი აზრით ყველა იუთუბერი ასეთი უნდა იყოს თვითონ აკეთებდეს ყველაფერს. რადგან იქ როცა სხვა გიმონტაჟებს, არა პრობლემა კი არ არის სხვა გიმონტაჟებს, უბრალოდ სხვა როცა გიმონტაჟებს ყველა ვიდეოს და შენ თვითონ არ ხარ მონტაჟის პროცესში ჩართული, მაშინ რაღაც დონეზე ბუნებრივია იკარგება, იმიტომ რომ შენ როგორ ხედავ ამ ვიდეოს და როგორ ხედავ შენი ედიტორი, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მაგალითად, ახლა როცა ჩემი ედიტორი ამონტაჟებდა თუნდაც იმ ვლოგის მეორე ნაწილი ხომ ის დამონტაჟებულია, როცა მეორე ნაწილს ამონტაჟებდა, მაშინაც კი, ანუ როცა ამონტაჟებდა, ჩემი ხედვით კეთდებოდა ეგ მონტაჟიც რა, უბრალოდ მან უკეთესად იცის რაღაცა სკილები, რაღაცები უკეთ იცის როგორ უნდა გააკეთდეს ვიდეოში, მაგრამ ანუ საბოლოოდ ყველაფერი კეთდებოდა ჩემი ხედვით, მე როგორც მინდოდა ისეთი. და ზოგადად ყველაფერი შეგეთვა რომ მე როგორც მინდა ასეთი და всё. ანუ არანაირი ცვლილება ამაში არ შეიძლება. ზუსტად ისეთ გააკეთება როგორც მე მინდა. თუ არ და საერთოდ არ გაკეთება. იმიტომ რომ არ უნდა დაიკარგოს ის, რაც ჩემია და მე მაქვს. მიხვდი? კი, მეგობარო, ეგ ყველაფერი გასაგებია. ცოტა აგრესიული ტონი კი ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეგ ყველაფერი გასაგებია, რაც ისაუბრე. და გეთახმი ყველაფერში და ანუ მე არ მithქვს რომ პროცესი არ ვიქი, ანუ ედიტიც რაც გაკეთდება, ყველაფერს მე თვითონ დავაკვირდები, მე თვითონ მივცემ კონკრეტულ მითითებებს და ისე კარგი იქნება თუ მაგას შენც მეხმარები და როცა YouTube-ს დავიწყებ, მინდა რომ ჩემს production-ში ხო, როგორც გამოსული ადამიანი. სხვათა შორის კიდევ რაღაც ახალი გავიგე, რომ რაღაც YouTuber-ებს შორის არის პოკერის ჩემპიონატი და შენ როგორც ვიცი, ძალიან კარგი იცი პოკერი და თან გიხვარს ძალიან და შენ ხომ არ აპირებს აი ამაში მონაწილეობას მეგობამ პოკერის YouTube ლიგაში თუ რაც ქვია. არ ვიცი მეგობარო რა გითხრა, ხა პოკერის იმას რაც შეეხება, მაგასთან დაკავშირებით ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ დაუპატიჟები ვარ არავის. თუ დამპატიჟებენ, მაშინ კი შეიძლება მართლა გავაკეთო ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ანუ ზოგადად პოკერი ძალიან მომწონს, ძალიან კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ანუ მაგრამ ნახე როგორ რაღაცა მინდა რომ დამპატიჟონ, ხა თუ დამპატიჟებენ უარს არ ვიტყვი დიდი ალბათობით, მაგრამ საქმე იმაშია რომ რასაც დავაკვირდი და ანუ ორი ვიდეო დევს მაგ პოკერის YouTube ლიგაზე და რასაც დავაკვირდი, აი ძალიან ისეთი მოთამაშეები არიან რა, ანუ რომ ის ქონა დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ. ანუ აი 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გავიდე მე მაგ ჩემპიონატზე, მოვიგებ. და აი ბოლოს მეგონი 100,000-ია თუ რაღაცა, ისა მოგად ფინალში გავალ და დარწმუნებული ვარ რომ ყველას დავამარცხებ, იმიტომ რომ აი რასაც დავაკვირდი პოკერი მე უფრო კარგად ვიცი აშკარად, ვიდრე მაგათმა. თან ძალიან ისეთი გამოცდილებაც მაქვს ამ საქმეში, ვიდრე მაგათ. ანუ დიდი გამოცდილებაც მაქვს, კარგადაც ვთამაშობ. მაგრამ არ მიუწევი ვარ და მეც რატო ის ქნა რა, თან მაღალი დონის ერთი პოკერის მოთამაშე მაინც რომ იყოს რის გამოც ღირდეს, კიდე შეიძლება რა. თან ახლა ონლაინში ვთამაშობ ძირითადად პოკერს. ხო და ონლაინში რომ ვთამაშობ, ამას აქვს მუღამი იმ ხრივ რომ გამოცდილი ხალხიცაა იქ და ბევრი რაღაცა და ეხლა მანდ რო გავიდე, დიდი ალბათობით მოვიგებ რა, აი ძალიან დიდი ალბათობა მაგის, რომ ყველას დავამარცხებ. ხო და რაც შეეხება ჩემს აგრესიულ ტონს, საერთოდ როდის ვქო აგრესიულ ტონი ეგეც არ ვიცი და თუ იმას production-ს კიდევ რაც შეეხება, production-ში ახლა თუ კარგი ჯამაგერი იქნება, ვარს არ ვიტყვი როგორც გამოსული კაცი და ახლა როგორც გამოსული კადრი, რა ქვია, რა თქმა უნდა, შესაბამის ანაზღაურებას მოვითხოვ და ეგ იმედი არ გეწყინება. არა მეხუბარო რატომ დამეცქენოს. ისედაც მშვენივრად ვიცი გამოსული კადრების ამბავი. ეხლა თან ხომ იცი ისეთ საქმეში ვარ, რომ აქ გამოსლება ძალიან მთავარია და შეეხება YouTube production-ში აუცილებლად მინდა რომ შენეხო, იმიტომ რომ შენ თან ძალიან კარგი ხედვა გაქვს პლუს ერთგვარი edit-შიც და სხვა რაღაცებში, გადაახების პროცესი ან ყველაფრიანად. ხალხის community ზოგადად ძალიან კარგად იცი. ხო და ამიტომ შენ იქნები გამოყოფენწევი და შესაბამისად შენ დაგენიშნო ყველაზე ისეთი ჯამაგირი და ანაზღაურება და სხვათა შორის მინდა შენს ედიტორთანაც მოგვიანებით ამაზე ლაპარაკი, ან ვეძებ კარგი production-ს აწყობა მინდა რა. ხო და ან სხვა production-ი და დავიქირავ, ან ბარემ ჩემი თქვა რა ვაწყო თუ ვფიქრე და შენ ედიტორი კიდევ მინდა რა ქვია, შენი ედიტორი თუ დამთახდება პრინციპში ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ როგორც ვიცი ძალიან კარგად აედიტებს, ახლა შენ დავიწყებ მოწევი ამინახოთ, მაგრამ მაინც კიდევ მინდა განათებების და ზოგადად იმ ყველაფერს ამწყობი და ერთი მჭირდება აი კარგი დიზაინერი, რომელიც დაეთანხმება ჩემს დიზაინს, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში კარგი დიზაინური სტუდიო დავაწყო.
კიდევ დანარჩენი მე მგონი იცი რაც კიდევ მჭირდება ტიპი რომელიც გააკონტროლებს კომენტარებს ანუ ვინ რას დაწერს და ასე შემდეგ ანუ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ხო ხდება რა სრულ ყოფილი იმის აწყობა მინდა და პლუსეთ სამწყობი ცალკე ხო საჭირო განათება და კიდევ მჭირდება გადამხები რომელიც ძალიან კარგად გადაიღებს და დიდი გამოცდილება ექნება ამ პროცესში რა ხო და ეს ყველაფერი არის ძალიან რთული იმიტომ რომ პროდაქშენი კი არის რაღაც პროდაქშენი მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩემი პროდაქშენი რომ ყავდეს ბევრად უკეთესი იქნებოდა იმიტომ რომ როცა ხალხი გიცნობს უკეთ გაიგებს შენ რა გიყვარს რა არა და ეხლა როცა შენაც ძალიან კარგად მიცნო ამიტომ მინდა რომ შენ ანაში ხონდო რომ ძალიან კარგად ეს თითოეულ სფერო და რანდი პროდაქშენსაც შენ თუ მიცჩევდი უკეთესი იქნებოდა ანუ პროდაქშენს ხა ვერ გირჩევ იმიტომ რომ მაგ საქმეში ანუ ზოგადად ეს საქმე კი კარგად ვიცი და ეს სფერო მაგრამ პროდაქშენებთან დიდად ის არ მქონია რა მაგრამ ვიცი რა ვინ შეიძლება გირჩევს რამდენიმე პროდაქშენი თუმცა რავი თუ შენი პროდაქშენს აწყობა გინდა რაც ანუ როცა გიცნობს მართლა ის ხალხი მთელი პროდაქშენი კარგად გიცნობს და შენთან მარტო ფულის გაბო არ მუშაობენ ძალიან კარგია იმიტომ რომ ენთუზიაზმიც უნდა გქონდეთ რაც შეეხება ჩემს ედიტორს ჩემი ის ნახე რა ქვია სადღაც მე მგონი 10 წუთის მერე თუ რაღაცა მოკლედ ორ ნაწილად იყო ჩემი პოდკასტი ასე ვთქვათ რა პოდკასტი კი არა და ჩემი ვლოგი ის ვლოგი მაშინ რაც მქონდა აჭარის ტურიზმზე ვთამაშობდი და მოკლედ ეგ არის ორი ნაწილი პირველი ნაწილი არის ჩემი დაედიტებული მეორე არის მისი დაედიტებული სხვათა შორის განსხვავება ხა ძალიან დიდი განსხვავებაც არაა მაგრამ მიხვდები რა ხა რაღაც მართლა არის განსხვავება და მოკლედ მაგას მე თუ უყურებ კარგი იქნება მე გინდა ლინკს შეგიგდებ და ზუსტად იმ მომენტს გადაგიხევ როცა ჩემი ედიტი მთავდება და იწყება მის ედიტი და მიხვდები რამ ხელა ისაა და რაც შეეხება ხა შენ პროდაქშენის აწყობას პრინციპში კი შეიძლება მე მოგეხმარო ყველაფერში ერთადერთი აი ის ვერ გავიგე კომენტარების მაკონტროლებელი ტიპი რა გინდა ანუ ჩემი აზრით მეცი გასახანი ანუ შენი კომუნიტი შენ თვითონ დაგიცავს არა ასაჭირო ვიღაცების კომენტარების კონტროლი წაშლა და რაღაცები ხალხი თვითონ დაგიცავს როცა შესაბამისის გექნება რეპუტაცია მთავარი რა როგორც იცი ყველაფერში პრინციპში რეპუტაცია მთავარი ხო ახლა დეტალურად რო ჩავშალოთ მოდი დეტალურად ჩავშალოთ მაგ თემას ბარემ რაც შეეხება ხა რეჟისურას ანუ რეჟისორი არ მგონია საერთოდ ჭირდებოდა საკუთარი თავის რეჟისორი შენ თვითონ იყო ჯობია რაც შეეხება სეტის ამწყობს სეტის ამწყობ იმაში ვიცი ერთი ძალიან ისეთი ხალხი რომელიც კარგად აწყობს განათებებს სეტს და მოკლედ ყველაფერს რა დიზაინერებში სიმართლე რო გითხრა ვერ ვერკოვი ერთ ტიპს ვიცნობ ისიც პროგრამული დიზაინერია და ფიქრობ პროგრამა შეუძლია აწყოს ის დიზაინი რაც შენ გინდა მაგრამ ეხა ესე გადმოტანა ეგ სხვა საკითხია და მაგას უკვე ცალკე ტიპი გჭირდება რომელიც მასალებს და ყველაფერს მოიძებს მოკლედ პლუს ამას განათების აწყობა და ყველაფერი ეგ არაა პრობლემა მაგრამ კონკრეტულად ანუ შენი აზრით მაგ საქმეში მე რა მაბარია იმიტომ რომ ედიტორი ჩემს ედიტორს დაველაპარაკები არაა პრობლემა ჩემს ედიტორს დაველაპარაკები კითხავ და იქნებ გამოვიდეს და კარგი ედიტინგს მიხედავს ჩემი ედიტორი და სხვა შორის თუ კარგ თანხას შესთავაზებ დარწმუნებული ვარ და ხდება კიდევ რაც შეეხება გადაღებას თვითონ მაგას შემიძლია მე მოგეხმარო რავი თუ გინდა მაგრამ ანუ მაგ საქმეს ჩემს იმას ვერ ვხედავ დიდად იმიტომ რომ გადამღებიც არის სხვა გადამღები ჯგუფი ძალიან კარგად რო იღებენ და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ეხლა მე კი ვიცი გადაღება და ზოგადად ძალიან კარგად ვიღებ მეც მაგრამ მე გადასაღებად ანუ არ ვიყენებ იმ როგორ ავხსნა მოკლედ დიდ აპარატურას არ ვიყენებ და ზოგადად დიდ აპარატურასთან მუშაობის სპეციფიკა ცოტა სხვა რაღაცაა და მაგაში უკეთესია თუ იმენა პროფესიონალს დაიქრებ იმიტომ რომ მე კი ვიცი მაქედანაც როგორ გადავიღო მაგრამ დიდი აპარატურა ჩემი სტილი არა ზოგადად ანუ დიდი გადაღაი ქორწის ისინი რო არ ხომ დიდი გადასაღები აპარატურები რაღაცები აი ეგეთ რაღაცებთან არ მიმუშავია და რეალურად ხარისხიც უკვე ძალიან ისეთია რა ეგეთ რაღაცებში არის პრინციპში ხო მოგეთ იქნება ეგ ამიხსნა გასაგები ეს კომენტარების გამაკონტროლებელი ჩემი აზრით არა ასაჭირო საერთოდ და ეგ პროფესია შეიძლება მოვიღოთ ჩემი აზრით ეხლა თუ მე დამჯერებ რაც შეეხება ედიტორს ჩემს ედიტორს დაველაპარაკებ როგორც გითხარი განათება და სეტი ეს არაა ჩემი სფერო ეს ცოტა ისეთი საკითხია რომ განათება და მსგავსი რაღაცეები ვიცი მე როგორ უნდა გაკეთდეს მაგრამ
ეს მაინც არა ჩემი სფერო და ამაშიც ჯობია რომ სხვაები ისქნა. შემდეგ გადაღება რეჟისურა და ის კიდევ რა ქვია რეჟისურაც არაა ჩემი სტილი, არა, ზოგადად კი შეიძლება რეჟისურა ჩემი სტილია, იმიტომ რომ ძალიან კარგ წიგნებს ვწერ, მაგრამ ნუ ეგ სხვა საკითხია რა. რაც შეეხება ეხლა თვითონ სტუმარსაც აქვს ჩემი დიდი მნიშვნელობა ვისთან ერთად აკეთებ ამ ყველაფერს. მოგეთ აი ამ მთლიანობაში რასაც დავაკვირდი. ანუ ჩემი ადგილი კონკრეტულად რაში ალბათ იქ რომ მითხრა პირველ რიგში და მე გეტყვი დანარჩენს რა, იმიტომ რომ ამ მთელი იმაში გავიგე რომ პროფესიონალები შეიძლება ყველაფერში იპოვო და მე რა შუაში ვარ ეგ ვერ გავიგე. ანუ ჩემს გარეშეც შეგიძლია რომ კარგი პროდაქშენი ააწყო. გასაგებია მეგობარო, რასაც ამბობ, მაგრამ ნახე, შენს გარეშე არ გამოვა მთელი ეს პროდაქშენი. შენ უნდა იყო აი ამ მთელი სიტუაციის მაკონტროლებელი, იმიტომ რომ კარგად იცი ეს ყველაფერი. როგორც შენ აღნიშნე, გადაღებაში ერკვევი, editing-ში ერკვევი, შეცდომაში ერკვევი, ყველაფერში ერკვევი, რაც ზემოთ ხსენებულია. კი ამბობ რომ შენ სფერო არა, მაგრამ ამ ყველაფერში მაინც ერკვევი. დაჟე კომენტარების მაშიც community-ში ვინ უნდა იყვნენ სტუმრები, ვინ არიან ახლა უფრო საინტერესოები. აი ამ ყველაფერში ახლა ძალიან კარგად ერკვევი. და ზუსტად ამის გავშე უნდა იყო აი ამ მთელი კონსტრუქციის, მთელი აი ამ სეტის და ყველაფერს მაკონტროლებელი ტიპი. ანუ მთავარი რეჟისორი, რომელიც ამ ყველაფერს მისცემს კონკრეტულ გზას და მითითებებს. რომელთაც აი ეს მთელი გემბადი სწორ კალაპოტში ჩადგება, მიხდი? არ ვიცი რა გითხრა მეგობარო, რავი, ალბათ მადლობა უნდა გითხრა, კარგად რომ შემაფასე, მაგრამ ნუ კარგი, ნუ ვიფიქრებ რა მაგაზე და რა შეეხება ეხა იმ ყველაფერს. მოდი ასე ვქნათ რა, ვინმე თუ დაინტერესებს, ან ვინმე თუ იცნობს მაგ საქმეში გამოცდილ ხალხს, ბარემ კომენტარებში დაწერონ, მე რა ქვია, ან შენ იმეილს მივცემ, ან ჩემსას, რავი, როგორც გინდა, პრობლემა არა და მგონი ჯობია ჩემი მივცემ, რომ მაგ საქმეში როგორც თქვი ვერ ყვევი. მოგეთ ემეილს მივცემ და პირადში მე ვისაუბროთ. ოღონდ ჯერ კომენტარებში დაწერონ, ასე ჯობია რა. ვინმე თუ იცნობთ ხა გამოცდილ იმებს, იმიტომ რომ როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ძალიან ისე ერკვევა რა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემ მეგობარი ეძებს ძალიან გამოცდილ ისეთ პროდაქშენს და თანხის პრობლემაც მაგ საკითხზე არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან აფასებს ზოგადად გამოცდილებას და ოღონდ რა თქმა უნდა თავარი არის რა გაქვთ გაკეთებული, იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ რა საქმეში გაქვთ წვრილი შეტანილი, უფრო მარტივ მისახვედრია ამ საქმისთვის გამოდგებით თუ არა. ხომ ასეა მეგობარო? კი, მეგობარო, ზუსტად ეგრეა. რა საქმესაც გაქვს დამუშევარი, მაგის მიხედვით უფრო მარტივია ყველაფერს განსაზღვრა. ნუ რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ბარემ შენი ემეილი იქნება, იმიტომ რომ შენ რომ გაესაუბრო უფრო იცი ეს ყველაფერი და დაწონდლა რომ ბევრად უფრო მიხვდები რამდენად გამოცდილები არიან. ხო, ახლა მოდი ცოტა შემდეგ თემებზეც ხომ არ გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს თემა ჯობია აქ ამოვწუროთ და სხვა რამეზე ვისაუბროთ. კარგი, მოკლედ მაშინ ჩემის პრინციპი ჩემს მენელები დიდად არ იცნობენ შენს ძმას. ხო და მოყევი აბა როგორ არის, სადაც არის ახლა. ნუ რას აკეთებს და როგორა იქნება ეგ მითხრა. მეგობარო, კარგი რა, ხმაზეც გიკითხობა რომ აშკარად არ გიხვას ჩემი ძმა. ნუ გასაგებია ხა თქვენ შორში რაც მოხდა მაგის მერე გასაგებია რომ ვერ შეურიგდები და ნაცნენი ხა ჯერ კიდევ, მაგრამ გონი ჯობია მოიჩვენებით იმას მაინც თავი დაანებო და არ დამისვა ეგეთი კითხვა, იმიტომ რომ აი ვიცი რომ არ გაინტერესებს და მარტო თავაზიანობის გამო გითხულობ და არა საჯერო მეგობარო. ნუ თავაზიანობის გამო არ ვკითხულობ ნამდვილად, ეგ მაგიტო არ ვკითხულობ, სხვა რაღაცის გამო ვკითხულობ, მაგრამ ხო, ნუ თავაზიანობისთვის თან ეგრეც გამოვიდა რა. ხო, ნუ შენ ძმა რომ არ მიყვარს დიდად, ეგ გასაგებია, იმიტომ რომ რაც მოხდა მაგის გამო, ხო, ნაწყენი ვარ ჯერ კიდევ. არ უნდა გაეკეთებინა ეგ, მაგრამ სხვა რაღაცაზე ვაპირებდი ლაპარაკს. უბრალოდ უცებ ხო ხდები ეგ მომაწვა. მოდი გადავიდეთ სხვა თემაზე. კარგი, მოდი აბა ასეთ რაღაცას გკითხავ. გავიგე რომ ირანში
ირანში იყავი რამდენიმე ხნის რა, რამდენიმე თვის წინ და ანუ ირანზე რა სიტყვი ბარი, იმიტომ რომ ახლა ხო ირანში რაღაც შეტაკება მოხდა და ამერიკელებმა ახლა ხანს რაკეტების თავდასხმა მოაწყეს ირანზე და ცოტა ახლა ძალიან შეიცვალა იქ, მაგრამ აი შენ რო იყავი იქ, მაშინ ნუ ირანში ახლა ესეთ თავდასხმები არ ხდებოდა. რა სიტყვი ირანზე? ხო, ეს რთული თემაა მეგობარო, სიმართლე რომ გითხრა, ირანზე რას ვფიქრობ. აი, ხო, ალბათ დიდად კარგს არაფერს, მაგრამ მთლიანობაში სიმართლე რომ ვთქვათ, კლასიკური სუნიტური ქვეყანა, ანუ როგორ ავხსნა, ხომ იცი ისტორია, პირველად არაბებმა ისლამი რომ შექმნეს, სანამ შიდება და სუნიტებად გაიყოფოდნენ, ეგ პერიოდი. მოკლედ მერე იბრაჰიმის რომ მოვიდა სულთან იბრაჰიმი და მე მაგის მერე გაიყო როგორც მახსოვს შიდებად და სუნიტებად. ანუ ეგ იყო ბოლო სულთანი მაგათის, რომელსაც ორივე მხარე აღიარებს რომ სულთანი იყო. მაგის მერე გაიყო ეს ორი მხარე და მერე ყველაფერი შეიცვალა, მათ შეეხება გამთოთ რაღაცები და აი ირანი არის აი კლასიკური ეს სუნიტური ქვეყანა, ხო სუნიტურია ზუსტად ამას, მაგრამ ანუ მოკლედ რომ თქვა და ის ისლამური ფასეულობა რა, რაც თავიდან იყო ირანში დაცულია ასე თუ ის ანუ თლად ბოლონდი არა თქმა უნდა იქ სხვა რაღაცები არის კიდე ახლა როდესაც საუბრის დრო არა ახლა მაგრამ ანუ ის ძველი ფასეულებები რასაც მე დავაგვირდი ძველი მუსლიმური ტრადიციები და ის ყველაფერი ირანში იმაზე მეტად დაცული ვიდრე თურქეთში და ვფიქრობ ეს ძალიან კარგად იცი შენც რა და ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა მაგრამ კი ხა ვიცი რომ ბევრი ირანს ძალიან აკრიტიკებს იმის გამო აკრიტიკებენ რაც ისედაც ისლამში თავიდანვე ეგრე იყო და იქ სხვათაშორის ვერ გავიგე მესმის რომ აკრიტიკო აგრესიის გამო პოლიტიკის გამო მაგრამ იმის გამო რომ აკრიტიკებ რომ ისლამის მიმდევარია ცოტა უცნაურია იმიტომ რომ ვინც მაგ რელიგიას იცნობს მიხდება ძალიან ბევრ რამეს მაგალითად ხა არა ზოგადად ისტორია თუ იცდა ხა შენ ვიცი რომ ძალიან კარგად ჩემ მეგობარო ისტორია მოკლედ თვითონ ისლამი როგორც შეიქმნა არაბული ისლამი რა როგორც არაბებიდან წამოვიდა როგორც სიხლები და ვერ არაბებმა გაავრცელეს გარშემო რეგიონში ყველგან მოკლედ აი როგორც იყო აი ის ძირითადი არაბული ისლამი ახლა ეგეთი არა მაგრამ ნუ არაბეთში ხალხს ვიხავი და იქაც საკმაოდ კარგად მისდევენ უბრალოდ ახლა შედარებით შეცვლილია და თლად ის აღარა და ჭეშმარიტ გზას აღარ მიხვებიან არც ირანში არ მიხვებიან ბოლომდე ჭეშმარიტ გზას მაგრამ ანუ მაგას ვამბობ რომ რეალურად ირანში რაც ხდება თუნდაც ქალებთან დაკავშირებით რაც ხდება ის ჩადრების დარება რის გამო ჯირანს ძალიან დაკრიტიკებენ რომ ჩადრებს ატარებენ და ზოგადად არაბებში ციგრეა და კიდევ თავსაბურებს იმ თავშალებს რო ატარებენ მაგას რაღაცა ქვია არაბულად არ მახსოვს მოდი თავშალი დაუძახოთ ქართულად ხო თავშალი ქვია მოკლედ აი ეგ თავშალი რაც აქვს ხალებს ეგ ისლამში სადაც ეგრე იყო და თავიდანვე ჩადრების ის თავსაბურავების აი ეს ყველაფერი რაც ახლა ირანში ხდება და არაბეთში სხვათაშორის ძირითადად არაბეთში ხდებოდა ეგეთ რაღაცები ახლაც ხდება ეგეთ რა მოკლედ წამოვიდა ძველი არაბიდან არაბთა ხალიფათიდან ზუსტად აი ეს ყველაფერი ანუ ის ქალებთან დაკავშირებული ის რაღაცები რის გამოც აკრიტიკებენ რეალურად თავიდანვე ეგრე იყო ვინც ისტორია იცის და ვინც ისტორიას გადახედავს რომ როგორ შეიქმნა ისლამი პირველი ის ტრადიციები რა იყო აი მიხდება რამდენად მსგავსი ეს ორი რაღაც ახლანდელი ის ჩადრები და ყველაფერი მაშინაც ეგრე იყო ანუ იმის გამო რომ აკრიტიკებ რომ ისლამურ ტრადიციებს იცავს ისლამურ ქვეყანას რომ მაგის გამო აკრიტიკებ ჩემი აზრით სისულელია იმიტომ რომ იგივეა რომ ქართველი გააკრიტიკო იმის გამო რომ აი ქართველი ქალები ხო ეკლესიაში თავშავდით დადიან და ნუ ეს თავსაბურავით ხო ეკლესიაში ესე ჩვენთანაც წესია რომ თავსაბურავი ქალს ხო გამდე ეკეთოს მაგრამ ანუ სადაც ამ და იყოს თავზე მუდამ უნდა ხონდეს თავშალი მაგრამ ჩვენთანაც ნუ ეგ მივიწყებულია უკვე და აღარავინ აღარ მიხვდება მაგ ძველ ტრადიციას რაც ნუ არაქრისტიანულია შეიძლება ითქვას იმიტომ რომ ტრადიცია და ტრადიცია არის უცვლელი უნდა დარჩეს იმიტომ რომ ეს ტრადიციები რომ არა ჩვენ ვერ ვიქნებოდ ისეთები როგორებიც ვართ
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ტრადიციები ყველაფერს განაპირობებს, იმიტომ რომ როცა შენს ტრადიციას კარგავ შენს წარსულს. წარსულის დაკარგვით კარგავ ისტორიას, აი შემდეგ კი ძალიან მუცლადი ხდება. აი მაგალითად ეხლა ძალიან ბევრი გადასულია უცხოურ ფილმებსა და სერიალებზე. ნუ გასაგებია რომ ამ პერიოდში, ახლანდელ პერიოდში ბევრი ქართული ფილმი და სერიალი არ გამოდის. და რაც გამოდის, აი ძალიან ბევრი, ძალიან დიდი სისულელეა, მაგრამ ჩვენ გქონდა ხომ ძალიან კარგი ფილმები, სერიალები ყველა სახალ ჩამოთვლინდა რომ არ მინდა რომ რომელიმე გამომჩეს, მაგრამ აი GDS ქონდა მაგალითად ქერჩი, ტიფლისი, ან ძალიან კარგი ნაშრომები გვაქვს ჩვენს და რეალურად შეგვიძლია გაკეთება. მაგრამ აი ხშირ ხალხიც აი იმ უცხოურს უყურებს და რატო უყურებს იმ უცხოურს? მან კიდევ ბევრი რამაა, მაგრამ ნახე აი ამ უცხოურ ფილმსა და სერიალებს უყურებ, ამით ნენელა აზროვნებაც ეცვლება და უფრო ევროპულ აზროვნებას გადადია, რაც არაა სწორი. ჩემი აზრით ნამდვილი აზროვნება, ანუ ნამდვილი ეროვნული ქართული აზროვნება ჰქონდათ ორ ადამიანს და ანუ ეგ არის ნამდვილი მაგალითი. ესენი არიან, რა ქვია, აი სრულად შევამბობს რა. ესენი არიან პირველი ჩვენი დამოუკიდებელ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ჟორდანიას არ გულისხმობ, გამსახურდიას გულისხმობ, ჟორდანი კი გასაგებია 1921 წლამდე ჟორდანია იყო, მაგრამ მაგას არ გულისხმობ, 91 საბჭოთა კავშირში დაინგრა, ანუ მაგას გულისხმობ. შემდეგ მოკლედ ძალიან აი ნუ დარგ მოგეთ გამსახურდია პირველში. შემდეგ ნუ ეხლა გასაგებია ეხლა გინდა რომ ისიც თქვა რა თიჯავთო ნუ დარდუბაძესაც ან გაგის კანა მაგრამ ეგ მანამდე პერიოდია. მე ხარ თამასო გამსახურდია კოსტავა, მერაბ კოსტავა, გამსახურდია და მერაბ კოსტავა ისური იყო, აი ნამდვილად ეროვნულად ვინც აზროვნებდა რა და აი ეს ეროვნული აზროვნება მეგობრებო რომ ეს უნდა დავიბრუნოთ რეალურად და შევინარჩუნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათაშორის აი შენში ხედავ აი ამ ზუსტად ამას რომ ეროვნულად აზროვნებდა ყველაფერი გინდა რომ ქართული იყოს და ქართული იყოს არ გინდა რაღაცა და აი შენ ტრადიციების მიმდევარიც ხარ და აი ყველაფერი რა და ანუ ამით მე მგონი ყველა ვინც მომისმინა და გულისხმობს რომ შემოგა ყველა გაიგებდა რასაც გულისხმობ. ანუ ნენდენა აი ეს ევროპული ფილმები სერიალები ხალხის აზროვნებასაც ცulis კი ეხლა ვიღაცა შეიძლება თქვა რომ პატრიოტია და საქართველო უყვარს ძალიან და ეჭვთან მეპარება, მაგრამ აი ეს უთენავი ცვლილებებიც კი რეალურად მე ძალიან დიდ ცვლილებებში გადადის რა. აი ნენდელა და გადადის და ეგ არის ძალიან ცუდი. კი ზოგადად ცვლილებები შეიძლება კარგის მომთანიც იყოს, მაგრამ ცვლილებებსაც გააჩნია ის ცვლილება რაც შენ ცხოვრებაში შემოდის არ უნდა დაგაკარგვინოს ის რაც გქონდა მანამდე. ანუ ცვლილებამ რეალურად პოზიტიურად ისე უნდა იმოქმედოს რომ მეტი რამ მოგიმატოს და არაფერი არ დაგაკარგვინოს. ანუ რაღაცის ჩანაცვლება, ახალი რაღაც ძველი რაღაც ჩანაცვლება არ გამოვა. შენ გჭირდება რომ ორივე გქონდეს. ანუ მართლაც რო თქვა შენ ტრადიციები არ უნდა დაივიწყო, მაგრამ ის სხვისი ტრადიციებიც უნდა იცოდე. იმიტომ რომ როცა მასთან მიხვალ, მისი ტრადიციაც უნდა იცოდე ოჯახის ტრადიცია და ეს სხვათა შორის ძალიან ისე მე ვნახე თურქეთში Google-ს ხელისუფლების ტრადიცია ცოტა განსხვავებულია ანკარაში და სტამბულში. ასევე ჩვენთან შავ ზღვაზე და ზოგადად ანუ ეს ტრადიციები ვნახე, როცა Google-ს ხელსათხოვნით მიდის ბიჭის ოჯახი, პირველ რიგში რას კითხულობენ? რა ტრადიცია აქვს იმ ოჯახს და ზოგადად იმ მხარეში? რა ტრადიცია, რომ იმის შესაბამისად იმოქმედონ, ანუ როცა სხვასთან მიდიან, იმის ტრადიციებს წინასწარ იგებენ და არ არღვევენ. და აი ეს არის საჭირო ჩვენთანაც რა. იქ სხვის ტრადიციებიც არ უნდა დავარღვევოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და სხვა რომ მოდის, იმან უნდა იცოდეს ჩვენი ტრადიცია და თუ დაარღვევს და დაისაჯოს კიდეც. და ძალიან ბევრი ხედავ რომ ეგეთ ხალხი არ ისჯება, რაც ძალიან ცუდია. კარგი მეგობარო, ანუ ერთი კითხვა დაგისვი და მოედე ყველაფერს, რელიგიას, ტრადიციებს, უცხოურ ფილმებს, სერიალებს, ანუ საერთოდ ყველაფერს მოედე ერთი კითხვით. მე მგონი მართლა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია შენზე, შენს ძმასთან საუბარმა, არ ვიცი. კაი, ერთადერთი ანუ იმას გეტყვი, რომ ანუ იქ შეცდი, სუნიტები არ არიან, ირანელები, შიიტები არიან ჯერ ეს ერთი. მერე კიდე ქართული არა, ანუ ის თავსაბურავი, რასაც შენ ეძახი. ჩიხტიკობი ქვია მაგას, ჩიხტიკობი.
და მადლობა რომ ჩემზე ასეთი კარგი შეხედულებები გაქვს რომ აი ეროვნული იმაში და ანუ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და აი ამ იმაში რომ მომახვედი ასე ვთქვი რომ აი შენში ვხედავ აი ისეთ კარგი მასს და აი მაგის გამო დიდი მადლობა მეგობრებო რა ეგრე კარგად რო ფიქრობ ჩემზე რა და ხო ნუ რაც ისაუბრე მართლა ყველაფერში გეთანხმები ანუ ჩემი ძმა რა შუაშია ეგ ვერ გავიგე ანუ შეიძლება არ მინდა ამის აღიარება ბოლომდე, მაგრამ შენმა ძმამ საკმაოდ კარგად იცის რა საქართველოს და ზოგადად ისტორია, მსოფლიო ისტორიას და საქართველოს ისტორიას შენმა ძმამ კარგად იცის. რა რთული ასაღიარებელიც არ უნდა იყოს და შენ ასე კარგად არ იცოდი და რავი, ან მე არ გიცნობდი ისე კარგად, რაც შეუძლებელია, ან აშკარად შენი ძმის გავლენა დაგეტყო, ან შეიძლება ჩემი გავლენაც დაგეტყო, მაგრამ ნუ მაინც მადლობა მეგობარო ანუ ძალიან დიდ კომპლიმენტად ჭირდა შენგან ეს იმიტომ რომ შენაირი ისტორიის ცოდნე რომ მინდა ძალიან კარგად ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყნის ისტორია და ეს ყველაფერი ძალიან კარგად და იგეთი ცოდნისგან იგეთ კარგი შეფასება მართლა კარგია მაგრამ მან მეგონა რა ხა შეიტებ თქვენ ირანელები მართლა ახლა გავიქ ანუ ხო ნუ შეიტები ირანელები შეიტები არიან მაგრამ ან თლად როგორ აგიხსნა ირანელების 90-95%-ია შიიტი და დანარჩენები არიან ქურთები ძირითადად და არის რამდენიმე სუნიტი კაც ხო ხტები გაერევა ხოლმე მაგრამ ხო ნუ ძირითადად როგორც სახელმწიფო შეიტურია შეიტური ისლამს მისდევენ რაც შეხება იმას თურქეთთან დაკავშირებით რაც ისაუბრე ანუ იმაში მართალი იყავი გოგოს ხელსათხოვნად რომ წინასწარ ჯერ ტრადიციას არ ყვენ თუ იმ ოჯახში ზოგადად იმ ხარჯრა ტრადიცია ეგ გეთანხმები მაგრამ ანუ ჩემი აზრით ხა შენ რო ამბობ რომ იქ თურქეთში ნაკლებად ისლამური ქვეყანაა თურქეთი ვიდრე დანარჩენები ანუ ნაწილობრივ შეიძლება გეთანხმებოდე კი მაგრამ ნახე შენ ძირითადად ალბათ ნახე სტამბული და ზოგადად თურქულ სერიალებში ძირითადად ჩვენ სტამბულს და რეალურად სტამბულში ვინც ცხოვრობს და ვინც იქ დაიბადა და გაიზარდა აი ისინი უფრო ევროპული მასზე არიან გადაწყობილები და აი ნამდვილი რელიგიურ საკითხებს არ მისდევენ და ზოგადად ანუ ერდოღანი რომელიც აი ამბობს მუდმივად რელიგიას ახსენებს ყველგან და ყოველთვის ანუ ერდოღანს ნაკლებად უჭერენ სტამბულიდან მხარს დანარჩენ სულ უჭერენ აი აქეთ აღმოსავლეთ მხრიდან რა და აქეთ უფრო თურქეთის აღმოსავლეთ მხარის უფრო ისლამურისა და გეთანხმები მაგ ყველაფერში მაგრამ ნახე რეალურად სტამბულში კი არ არის მაგრამ აქეთ აღმოსავლეთში სამხრეთ აღმოსავლეთშიც უფრო არის ჩემი აზრით აი ეს ნამდვილი ისლამური ქვეყანა აქეთ მხარეს რა თურქეთის ისლამური ნაწილი უფრო აღმოსავლეთითაა დასავლეთით ნაკლებად და გასაგებია ისედაც რის გამოა და რისი ბრალია ხო და ანუ ცოტა მე მგონი მათ შეგეშალა ნუ რავი მეგობარო როგორც შენ თქვი პრინციპი შენ უფრო გეთერგვევი ზოგადად თურქეთშიც იქაც ნაცრალები გავს და ასე შემდეგ ზის ხუთშორს ანუ არის მხარე ამ რეგიონის სადაც ნათესავი არ გავს არ ვიცი ჯერ ვერ აღმოვაჩინე მაგრამ არ ვიცი იქნება ალბათ კოლუმბსაც ხომ არ ვიყავდა ამერიკაში პრინციპში მე ამერიკაში ხავს ვიღაცები მაგრამ მაგაში ხომ არა საქმე ანუ ჯერ ვერ აღმოვაჩინე ეგეთი ადგილი კი მოკლედ ცოტა ისეთი ისკია მაგრამ ჩინეთთან ახლოს რა ქვია არის რამდენიმე ქვეყანა რა და იქ არის გარჩე ერთი ქვეყანა სადაც მყავს ჩემი მეგობრის მეგობარი რა ნაცავი არა მაგრამ მოკლედ იქ ადრე იყო დიქტატურა მე ეს დიქტატურა სამხედროებად დაამხეს მე ეს სამხედრო დიქტატურა ოლიგარქებმა დაამხეს კარგი იმ ქვეყანაში ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა რაზეც სხვა შორის ბევრი არ იმაშება რა აზიაში ეგ ქვეყანა და დიდ ყურადღებას არ ვინაურთმევს ისე ძალიან მაგარი ქვეყანაა და მოკლედ ანუ აი მაქეთ მხარეს არავინ არ მყავს ისე საქართველოს ყველა რეგიონში მყავს ვიღაცა მაგრამ აი ნაცნობები მთელ მსოფლიოს მასზე მყავს ნაცნობი თორე ნაცნობები ყველგან მყავს თითქმის ერთ-ერთი სადაც არ მყავს აფრიკის რეგიონში ნუ აფრიკაში ისე რამდენიმე კაცს ვიცნობ იქაც მაგრამ იქ უმეტეს ქვეყანაში არ მყავს არავინ ნუ ალბათ იქ ხო რავი და ის საქართველოს რეგიონს თუ გულისხმობ ყველგან მყავს საერთოდ აი ნიკოფსიდან და რუბანდამდის საერთოდ ყველგან მყავს ნათესავი ან მეგობარი ან რამე იმიტომ რომ ძირითადად ნაცნობი ყველგან მყავს ასე რომ შაყოლებაზე
შემიძლია რომ ნებისმიერ რეგიონში გითხრა ვინ იყოს. მოიცა მეგობარო, რომელ ქვეყანას გულთან? შენი მეგობარი იქ არის, სადაც დიქტატურა იყო. თავიდან მე ეს დიქტატურა სამხედროებმა დაამხეს, ეს სამხედრო დიქტატურა დაამხეს ოლიგარქებმა. და მე დანუ რომელი ქვეყანაა იქ? ისე მეგობარო, ანუ მაგ ქვეყანას მოხსნილი აქვს შეიძლება ითქვას რეკორდი რეჟიმის ცვლილებაში. რა ყველაზე მეტჯერ მაგ ქვეყანას შეიცვალა რეჟიმი. ანუ სამხედრო რეჟიმი იყო, დიქტატურა იყო, კომუნიზმი იყო, მერე დემოკრატია იყო, მერე ნაციონალიზმი, აი ყველანაირი ის რაც ეხა გახსენდება, ფაშიზმის გარდა, ფაშიზმი არ ყოფილა არც ერთხელ. ფაშიზმამ მაგ ვერ ჩაღწია, მაგრამ ანუ იყო უამრავი რეჟიმი, რამდენიმე დიქტატურა, სამხედრო მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა, მერე იყო რაღაც პერიოდი ანარქია, სადაც აი როგორც ერაყში ახლა დაჯგუფებები მართავდნენ, აი რამდენი რამე გამოიარება ქვეყანა, ანუ აი გინესის რეკორდი შეიძლება ითქვას, რომ დამყარებული აქვს უბრალოდ გინესის რეკორდი მაგაში არის ზომება, მაგრამ აი ყველაზე მეტი საერთოდ ანუ ყველაზე მეტი რეჟიმის ცვლილება განიცადა მაგ ქვეყანამ და აი ძალიან კარგი ქვეყანა, ახლა სახელი არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეგობარი მოკლედ, ანუ ჩემი მეგობარი კი არა და ჩემი მეგობრის მეგობარი ან ერთ-ერთ რეჟიმთანაა კავშირში, მე მგონი სამხედროები, ხო? ანუ მე მყავს მეგობარი, რომელსაც ყავს მეგობარი იმ ქვეყანაში რა და მოკლედ ამ ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელიც იმ ქვეყანაშია, ახლა არის ტყეში გახიზნული ცოტა ხანი, იმიტომ რომ იქედან იბრძვის ახლანდელ იმას რა, მმართველს, რომელიც ხოთშორის პრეზიდენტად ხალხმა აირჩია, იყო ანუ ეს ახლანდელი ტიპი იდეალურ ბალანსს იჭერს სამხედროებს, ოლიგარქებს, პოლიტიკურ ელიტას, პოლიციას, ჯარს, ანუ ყველას შორის რა, ერთადერთი ანუ მაფიასთან იყო ძირითადი პრობლემა, იმიტომ რომ არც ერთი დიქტატორი, არც ერთი მმართველი, არც ერთი ვინც ამ რეჟიმის სათავეში იყო, მაგ ქვეყანაში ანუ უამრავი რეჟიმი იყო და სათავეში ვინც იყო არასოდეს მაფიასთან შეთანხმებაზე არ მიდიოდა არც ერთი რა და ეს ტიპი ანუ მაფიასთანაც კი ისე დაალაგდა რომ არ უსაუბრია არც ერთთან ანუ ისე კარგად დაალაგა ყველას ურთიერთობა რომ იდეალური ბალანსი უჭერს როგორც მე ვიცი მაგრამ ეს ჩემი მეგობრის მეგობარი მოკლედ ერთ-ერთი აი ტიპი რომელიც დაამხეს სამხედრო მაღალჩინოსანი რა ერთ-ერთი რეჟიმი ისევ სამხედროების ეჭირათ სადაც სხვა შორის ძალიან კარგი დიქტატორი იყო მოკლედ ეს ტიპი რა ქვია იმის ამ ჩემი მეგობრის ამ ჩემი ანუ ცოტა რთულ ეს ხზე მაგრამ მე ხომ ყავს მეგობარი ამ მეგობარს ყავს მეგობარი რომელიც არის იმ ქვეყანაში რა და კაროჩე იმ ქვეყანაში ამ ახლანდელ მმართველის წინა მმართველი იყო ანუ ამ მმართველის წინა მმართველი რეალურად არ ირთულება იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი იყო და მე ამას ჩამოაგდო და მანამდე ვინც იყო სამხედროებთან ქონდა იდეალური ურთიერთობა რა და ყველაზე ისეთი ძლიერი ფრაქცია გახდა ეს სამხედროების ფრაქცია ძალიან გაძლიერდნენ და საბოლოოდ იმდენად დიდი ძალა მოიპოვეს რომ მისი მეშვეობთან ქვეყანაში იყო ანუ ოპოზიციამ გამოუცხადა ომი და აი ეს ამ ოპოზიციის წინააღმდეგ ვითვეთ ეს კატასტროფაც მოხდა რაღაც მიწისძვრა იყო და ნავთობის ისინი დაინგრა მოკლედ და უამრავი რამე მოხდა მოკლედ და ეს ჯარი იმდენად გაძლიერდა რომ ამ ოპოზიციამ შეებრძოდა და ახლა გადაწყვიტეს რომ მართველი დაემხოთ და ეს მართველი რომელთაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ თვითონ ჩამოაგდეს და რა ქვია თავის კაცს აიყვანეს ტახტზე რომელიც მე ამ ოპოზიციამ მაინც ჩამოაგდო და ეს სამხედროები ვინც ის ჩამოაგდო ყველანი დახოცეს ყველას თავები დააჭრეს და ეხა ეს ჩემი მეგობარი იყო საქართველოში და ახლა წავიდა იქ რომ იმ მოკლედ ტყეში იყვნენ ცოტა ხანი და იბრძოლა ახლანდელი მმართველის წინააღმდეგ და ახლანდელი მმართველის წინააღმდეგ რატო იბრძვიან იმ წინა მმართველს ვიზეთ წეღან ვისაუბრე ვინც საკუთარმა სამხედროებად ჩამოავხეს ანუ აი იმ ტიპს დარჩა შვილი რომელიც ახლა ცდილობს რომ დაიბრუნოს თავისი ტახტი, მაგრამ თან ეს ქვეყანა ახლა მე მგონი როგორც ვიცი რა, ომშია სხვა ქვეყანასთან. მიხვდი? ანუ ომში არის სხვა ქვეყანასთან. და ომის პერიოდში მესამე მხარე ჩაერია, რომელმაც აი ეს ორი მხარე ცოტა ხნი დააზავა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, აი რა ქვია იმ ტიპის შვილი და ახლანდელი მმართველი ცოტა ხნით არიან დაზავებულები ომის გამო. ხო და ეხა აი ეს ომი გადაწყვეტ ძალიან ბევრ რამეს. სანამ ომია, ერთმანეთს არ ებრძვიან, მაგრამ როგორც გვები დამთავრდება, განახლდება ტახტისთვის ბრძოლა.
და რომელი რეჟიმი გაიმარჯვებს, ცოტა რთულია, იმიტომ რომ ნახე ახლანდელი ტიპი, ახლა ვინცა მაგ ქვეყნის მართველი, ხალხს ძალიან მოსწონს, მაგრამ წინა მართველი უფრო მოსწონდა და საერთოდ იმ მართველზე აქვე მთელი კულტი იყო, რომელიც აი ამ საკუთარ სამხედროებად ჩამოახეს, იმ ტიპზე იყო მთელი კულტი აშენებული, როგორც სტალინიზმია საქართველოში, დაახლოებით ეგეთი რაღაცა იყო იქ რა, ანუ ძალიან ისეთი მთელი ყველაფერი ჰქონდათ რა, სამხედროებთან პლუს ძალიან ისეთი ურთიერთობები ჰქონდა თან, ანუ ის მართველი იმდენად ძლიერი და კარგი ტიპი იყო, რომ წარმოიდგინე, ვერცეთ ქვეყანა ვერ ბედავდა შესვლას და ომის გამოცხადებას ვერ ბედავდნენ. მარტო იმის გამო, რომ ეგ იყო მართველი, იმიტომ რომ იმდენად კარგი ტაქტიკოსი იყო, იმდენად კარგი ჯარისკაციც იყო და აი თან ხალხსაც ძალიან უყვარდა, იმიტომ რომ არაფრისგან მიაღწია მართველობამდე, უბრალოდ ჯარისკაცი იყო და გაყვა ამ გზას და გახდა მართველი. და აი ხალხს ძალიან უზომოდ უყვარს დღემდე და აი საერთოდ რო ნახო მისი საფლავი სხვათა შორის ამ ახლანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა ახლა ვინც მოვიდა სათავეში, საფლავი გაუკეთეს. ანუ ზავის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ იმ ახლანდელ იმ ბიჭის მოკლედ მამა რა, ის გაზი ვინც სამხედროა დაამხეს, კარჩე. ამ მართველის წინა მართველი პრინციპში ის იყო რა, ეს შუაში მაგაჩოვის ვინც იყო, იგი არ ითვლება. მოგეთ ის წინა მმართველის საფლავი უნდა ყოფილი იყო რა და ხალხი ყოველდღე დადის მართლა ყვავილებით და აი ძალიან ისე და ლოცულობენ და ყველაფერი რა და აი ძალიან დიდი ის აქვს დატოვებული რა სახელი. ხო და აი მაგ ქვეყანაზე ისე მინდა ვიდეო ჩაწერა, მაგრამ იქ ჩასვლას მე ხა ვერ მოვახერხებ, სანამ ომიანობის პერიოდია. და აი ძალიან კარგი ქვეყანა, სხვათა შორის, ანუ ძალიან კარგი ქვეყანა იყო, მაგრამ რამდენიმე კატასტროფა მოხდა, მიწისძვრები ახაზიაში ხო იცი რა ხშირია მიწისძვრები და მიწისძვრის რაღაც კატასტროფების, წყალდიდობების გამო რაღაცები გაფუჭდა რა. და როცა ეგ ყველაფერი მოაგვარა, წინა მმართველმა მოაგვარა ეგ ყველაფერი რა, კატასტროფი რაღაცები მოკლედ იაპონელებისგან რაღაცები ისქნა, დააკოპირა და მოაგვარა კატასტროფა, წყალდიდობები და ყველანაირი ეგეთი პრობლემები, რაც ყველაფერი მოაგვარა დებმა. და ამ ყველაფერს მოგვარებამ საბოლოოდ ბევრი რამე შეცვალა, ძალიან ბევრი რამე, მაგრამ მოკლედ როცა დაამხეს მისი მმართველობა, მერე ოპოზიციონერებმა ხო ეს ჯარი დაამხეს და აი ამას არავინ არ უყურებდა რა, სანამ ომიანობა იყო და მაგის გამო მერე მოხდა ახლა კატასტროფაც ხო მოხდა. და აი მაგ ყველაფერზე იმ მმართველმა ძალიან კარგი ეზრო, მაგრამ ამ ჯარმა ვინც მოიყვანა სათავეში, მაგან ვერა და მოხდა მაგ პერიოდში მიწისძვრა. და ეს ოპოზიციონერები მარტივად მოვიდნენ სათავეში. და ძალიან ისეთი რაღაცეები მოხდა რა, მან და აი ყველაფერი რო მოუყვე ხა, ძალიან შორს წავალთ რა. ხო და ახლა ჯერ კიდევ ბოლომდე არ დასრულებულია ის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. და არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს და ხალხი სიმართლე რო ვთქვათ, ანუ არც ერთის გამარჯვების წინააღმდეგი არ არის, იმიტომ რომ ორივე მხარე მათთვის მოსაწონია რა. ანუ მეგობარო, არ ვიცი რა გითხრა ხა ისეთი ამბავი მოყევი. ანუ თანაბრდნობ იმ ხალხთან, ძალიან ამაფთოვანებელი ისტორია იყო ასეთი ბრძოლა ძალაუფლებისთვის თან უამრავი რეჟიმი დაამხეს, როგორც ჩვენ თქვი რეკორდი აქვს მაგაში. ანუ თან ორივე მმართველი ახამდე ისე ამის წინა მმართველი ისიც ორივე ძალიან კარგი ხალხი, ანუ მაგ ქვეყანას ეხლა რამდენ ალბათ ცუდი მმართველები შეხვდა, მაგრამ ასეთ ქვეყანა თუ და ამდენი ომი და რაღაცები, ანუ ხუათქება როგორ არც ერთ ქვეყანა არ მიაქცია, ანუ ფარული არავინ არ პავს, იმიტომ რომ ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი ხომ ახლა დედა-დესამი. ან ფარული არ პავს და ვიჯერო? ანუ ნახე როგორ ამ ფარველს რაც შეეხება, კი ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, მაგრამ ნახე ეგეთი იმპერიალისტური ქვეყნები ზრუნავენ საკუთარ იმპერიალისტურ განწყობებზე. რაც ბევრ ამას ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კარგად დააკვირდები მთელ ამბავს რა, ნახე როგორია ისა ეგენი ზრუნავენ იმაზე, რომ რაღაცა მოიგონ, ხომ? არც ერთ ქვეყანის მაშინ არ შეერვიან თუ თვითონ მოგებულები ვერ დარჩნენ და ეს არის ქვეყანა, სადაც ანუ მდიდარი ქვეყანა არა. ანუ კი აქვთ ნავთობი, მაგრამ არც ისე ბევრი რა, ზირითად საკუთარ თავზე ყოფნით, მაგრამ ექსპორტზე ვერ გააქვთ. საკუთარ თავზე მოგვდეთ სხვა შორის ბენზინის ფასები ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მე მგონი მან და
ძალიან დაბალი ფასებია ბენზინის. იმიტომ რომ ნავთობი აქვთ. შეიძლება ძალიან დიდი და ბევრი საბადო არ აქვთ, მით ეს მიწისძვრისას დაინგრა რამდენიმე, იმიტომ რომ ბევრი მიწისძვრა გადაიტანა, მაგრამ ნახე რა შეიძლება ცუდ მართველებს, როგორც ვიცი რა, ეხა მანდ მაგ ქვეყანას ანუ ყავდა რა თქმა უნდა მართველები, რომლებიც შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მათი მმართველობიდან ცუდი პიროვნება, როგორც პიროვნება, არც ერთი არ ყოფილა. როგორც მე ვიცი, ანუ მე ჩემ მეგობრისგან ვიცი ძირითადად ეგ ყველაფერი, მაგრამ როგორც ვიცი, არ ყოლიათ ცუდი პიროვნება მმართველად. ანუ პირველი დიქტატორი, ვიზეც მე ვისაუბრე, ანუ ისიც კი არ ყოფილა თურმე ძალიან ცუდი პიროვნება. უბრალოდ ის იყო, რომ აი პირველმა დიქტატორმა სხვათა შორის დამოუკიდებლობა ამ მთელ ქვეყანას მოუპოვა პირველმა დიქტატორმა. და დიქტატორად რატო მოიხსენებენ? მოკლედ თავიდანვე ქვეყანა როცა დამოუკიდებელი გახადა, მიხვდა რომ ქვეყანა უნდა ყოფილიყო ძლიერი და სტაბილური. და თითოეულ იმას პოლიციას ჩარს იმას არასამთავრობოები ხო საერთოდ არ იყო, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები საერთოდ არ იყო და ანუ ყველანაირ იმას დაზვერვა პოლიცია, ანუ ყველანაირი სამსახური იმსახურებოდა ამ ერთ კაცს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, კი, ცუდი პიროვნება ეს დიქტატორი არ ყოფილა, როგორც ვიცი, მაგრამ ყველაფერს მაინც ჯარით და ძალისხმევი მეთოდებით აკონტროლებდა. და ამის გამო დაარქვეს დიქტატორი და რეალურად ეს დიქტატორი რატომაც დაამხეს, სხვა შორის როგორც ვიცი, პირველი ამ დიქტატორის დამხობა არაბი შეიხების ბრალია რამდენიმე არაბმა შეიხმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, რომ ეს კაცი დაემხოთ, მაგრამ რატომაც მოკლედ დაამხეს, ცოტა ისეთი ამბავი იყო, ნაციონალისტმა დემოკრატებმა დაამხეს. მაგრამ ეს ნაციონალისტი დემოკრატები დიდი ხანი ვერ გაჩერდნენ ძალაუფლებაში. იმიტომ რომ მე ესენი ოლიგარქიული მმართველობა მოვიდა, პირველ დიქტატორი დაამხეს ძირითადად სამხედროებმა, მაგრამ ამ პირველ დიქტატორს ძალიან ბევრი ტიპი ყავდა სამხედრო რა, ანუ მარტო რო ვთქვათ, ბევრი მოკავშირე ყავდა ჯარში. როცა დაამხეს, შემდეგ ოლიგარქებმა გამოიყენეს ეს ფრაქცია, რომელიც დიქტატორის მხარეს იყო რა, ჯარში. ოლიგარქებმა გამოიყენეს, შეაიარაღეს და მიუშვეს ამ ახალგაზრდელი მთავრობის წინააღმდეგ. ოლიგარქებმა ამით მოვიდნენ ძალაუფლებაში. მე ეს ოლიგარქები უფრო ისეთმა ნამდვილმა ნაციონალისტებმა დაამხეს, რომლებსაც არ უნდათ ეს ყველაფერი ოლიგარქიული მმართველობა ყოფილიყო. და სხვა შორის ოლიგარქების მიერ დასმული მმართველი პრეზიდენტად ვინც იყო. ისიც არ იყო ცუდი პიროვნება, თვითონ პრეზიდენტი, თორე ხა ფრაქცია სხვა საკითხია. თვითონ პრეზიდენტი ეგეც არ იყო ცუდი პიროვნება, მასწავლებელი იყო, როგორც ვიცი, ეგ დასვეს და მე ეგეც რა ქვია, დაამხეს და მე კიდე სხვა ტიპი მოვიდა და უამრავი რეჟიმი იყო სხვა შორის, ერთხელ მახსოვს, ანარქიული რეჟიმიც იყო სხვა შორის, ოღონდ იყო მაფიოზებმა დახოცეს რა ქვია ელიტა, ქვეყნის ელიტა, სამხედრო ელიტა მაფიოზებმა დახოცეს და ცოტახეთ ანარქია იყო, მაგრამ მე მოვიდა ძალიან კარგი მმართველი, რომელიც აი ასევე დიქტატორად ასე თუ ისე რა, ასე თუ ისე დიქტატორად მოიხსენებენ მაგასაც, მაგრამ ტიპმა გაანადგურა მთელი მაფიოზური სამყარო ქვეყანაში. აი ყველა მაფიოზი უბრალოდ ასე ამოხოცა. ცოცხალი არავინ არ დატოვა რა, ვისაც ქუჩაში მაფიოზი იყო, აი ყველა დახოცა. ციხეშიც კი არ სვავდა, უბრალოდ ყველას ხოცავდა. და ამით მე გააქრო ანარქია და ძალისმიერი მეთოდით განამტკიცა სახელმწიფო. და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი შეინარჩუნა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანი მაგან შეინარჩუნა ძალაუფლება, მაგრამ მე როგორც ვიცი რაღაცა დაავადება ჰქონდა, ჩინეთში წავიდა, რომ ემკურნალა 2 წლით მოუწია ჩინეთში დარჩენა. ამ 2 წლის მანძილზე მისი პრემიერ-მინისტრი მართავდა ქვეყანას და ეს პრემიერ-მინისტრი დიდად არაპოპულარული კაცი იყო, კი ჭკვიანი იყო, მაგრამ პოპულარობაც მნიშვნელოვანია. მოკლედ არაპოპულარული იყო და გამოჩნდა ოპოზიციური ძალა, რომელსაც აი უკვე დემოკრატიულად უნდა მოსულიყო სათავეში. ამ 2 წლის მანძილზე ეს პრეზიდენტი ხო ჩინეთში იყო და როცა დაბრუნდა, წარმოგიდგენთ 2 წელი არ ჩატარებულა არჩევნები. არა და ყოველ 2 წელს, ანუ ისეთ ყოველ წელს შეიძლება არჩევნების ჩატარება. და ეს 2 წელი არ ჩატარებულა, სანამ ის არ ჩამოვიდოდა, იმიტომ რომ ხალხი თვითონ ეგრე ითხოვდა. როცა ჩამოვიდა პრეზიდენტი ჩინეთიდან, მაშინ საუბრეს ზუსტად ამ ყველაფერზე და მოაწყეს დებატები. და სხვათა შორის, აი, პირველი, ანუ სულ არის, მაშინ სულ იყო 3 არხი. 3 ტელეარხი იყო და ანუ 3-ვე არხი დაარსდა პირველი დიქტატორის დროს, ანუ ვინც ეს ქვეყანა საერთოდ დამოუკიდებელი გახადა. მედია
მისგან შეიქმნა. და ეს სამი არხი ახლაც ძალიან ძლიერი სამი არხია და არც ერთი არ დახურულა, მაგრამ ახლა უფრო მეტი არხია შექმნილი, როგორც ვიცი. ხო და მოკლედ ამ ერთ-ერთ არხზე იყო დებატები იმ ოპოზიციონერ იმასა და ამ პრეზიდენტ შორის რა. იყო დებატები და სადაც აი ამ დებატებში ცუდად გახდა პრეზიდენტი, მაგრამ მთელი დებატები მიდიოდა ისე, რომ ის ოპოზიცია არ აგებდა შეიძლება, მაგრამ არც ეს პრეზიდენტი არ თმობდა და ეს იყო ძალიან კარგად ლაპარაკობდა, აი იდეალური დაპერსპექტივები იყო, სამ ცუდად არ გახდა ეს პრეზიდენტი. როცა ცუდად გახდა, წაიყვანეს და მოკლედ მაშინ აგონეს ოპოზიცია მაშინვე აგურა კამპანია, რომ ნახეთ როგორ ცუდათა ეს მალევე დიდხანს ვერ იცოცხლებს და აი ოპოზიცია ცდილობდა, რომ ამ გზით მოსულიყო სათავეში, რომ ხალხო ამას ხმას რატომ მივცეთ, მაინც მალე დაიყვნენ რაღაცა და იმან მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ეგ პირიქით გამოიყენა და ისე გააკეთეს, რომ ხო ხედავთ რამდენ სწვალობს და ცუდად გახდა, უამრავი მოკლედ ორი მხარე ამას იყენებდა და რეალურად პრეზიდენტი მე თვითონ გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ მოკლედ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა თუ ხალხს არ ენდომებოდა ეს. როცა არჩევნები ჩატარდებოდა, არჩევნების მიხედვით იმოქმედებდა შემდეგ. არჩევნების შედეგი გადაწყვეტდა ყველაფერს. მარტივად რო ვთქვათ, არჩევნები როგორც არ მომორჩენილიყო, აპირებდა რომ წასულიყო სამკურნალოდ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თუ მართველი გახდებოდა, აქ თუ ხელმეორედ აირჩევდნენ კიდევ, იმასავდა მოკლედ ამ თელ საავადმყოფოს და ამ ყველანაირ სისტემას გადმოიტანდა აქაც. ხვდები, აქაც გადმოიტანდა. აი თურქული და ევროპული მედიცინის გადმოტანავდა და რომ აქაურ ექიმები რომ უცხოეთში გაეშვა გამოსვლებს სასამაღლებლად. და ძალიან კარგი გეგმები ჰქონდა. პრეზიდენტმა ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არ დაცალდა. ოპოზიციამ მოახერხა მცირედი პროცენტით, მე მგონი 3.5% თუ რაღაცით მოვიდნენ სათავეში, ძალიან მინიმალური პროცენტი, 3.5% რა არის. და მაგით მოვიდნენ სათავეში ეს ოპოზიციონერები და პრეზიდენტმა მე აიღო ყველაფერი და წავიდა ევროპაში, იმკურნალა, მე დაბრუნდა ქვეყანაში და ქვეყანაში როცა დაბრუნდა, წარმოიდგინე ის ოპოზიცია ვინც აი დემოკრატიულად გაიმარჯვა, უკვე სულ ზღაფავდა და ჩამოვიდა და გახსნა ბიზნესი და ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი გახდა. ხო და რაც შეეხება ამ ოპოზიციას, ვინც მე სათავეში მოვიდა, ეგ ოპოზიცია კიდე საერთოდ სხვა სისტემა მოხდა მათ და ეგ ოპოზიციონერები მე აი არასამთავრობოების გამოყენებდა ეს არასამთავრობოები ძალიან ისე ზოგადად არასამთავრობოები ხო ფინანსდება უცხოეთიდან. ეს არასამთავრობოების ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ოღონდ არა ამერიკიდან, რუსეთიდან ან ჩინეთიდან. ბევრად დაბალი დონის ქვეყნებიდან იმაშობოდა რა, ფინანსდებოდა. ეხლა ყველა ქვეყანას ვეჩაღოთ, მაგრამ როგორც ვიცი, სადღაც აი როგორი ქვეყნებიდან ფინანსდებოდა, იცი აი მარტივად რა ხსა, აი როგორი ქვეყანაა სამხრეთ აფრიკა, ან ეგვიპტე, ის კიდე, საფრანგეთი, ბრიტანეთი შეიძლება ითქვას, არგენტინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დაბალი დონის ქვეყნებიდან რა, ასე ვთქვათ, რომელსაც არ აქვს დიდი გავლენა მსოფლიო იმაზე. აი ეგეთი ქვეყნები და სხვა შორის ტაივანი და ტაილანდი ორივე იყო სხვა შორის მაგ იმაში არასამთავრობოების ეგეთი სიმაშობლე. აი ამ არასამთავრობოებმა მოკლედ ძალიან ბევრი რამე გააკეთეს და ისე გააკეთეს ამ არასამთავრობოებმა ამ მთელი ფინანსებით რას მოიპოვეს, რომ აი წყალი შეუყენეს პირდაპირ მნიშვნელობით მათ იმ ახალ პრეზიდენტს რა წყალი შეუყენეს, აი ოპოზიცია რომელიც ახლა იყო მართლობაში მოსული მალე უკვე წავიდოდა, იმიტომ რომ აი არასამთავრობოებმა ძალიან ცუდად ისქეს და ძალიან ბევრი რაღაც გავრცელდა ჭორები 1000 რაღაცა და მოკლედ არასამთავრობოებმა ძალიან დაარტყეს მაგ იმიჯს. რის გამოც მე უკვე არჩევნები რო ჩატარდა, უკვე საერთოდ სხვა ხალხმა მოიგო, უკვე სხვა ოპოზიციური ძალები მოვიდნენ, მაგრამ ვინც მოვიდა,
იყვნენ როგორ ავხსნა ისეთი ტიპი იყო ნახევრად ოლიგარქიული იმიდან იყო წყობიდან ოლიგარქიული ოჯახიდან იყო მაგრამ სამხედრო იყო პროფესიით და ორივე მხარესთან ძალიან ისე იყო და პლუს პოლიციაში ყავდა რამდენიმე ნაცისავი ოღონდ წამყვან თანამდებობებზე რა და ეგეთი ტიპი მოვიდა სათავეში და ამ ეგეთმა ტიპმა გაანადგურა ეს მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანად ასე ადგა და უბრალოდ დაფინანსება შეწყვიტეს. ტაილანდი, ტაივანი, საფრანგეთი, ვაგათ რა ქვეყნებიც იყო ამ საქმეში. აი ეგ მთელი ქვეყნები ასე უბრალოდ განდევნა და ის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანად დაკეტა. ახალმა ტიპმა პოლიციით უბრალოდ ყველა გამოასახა და ის არასამთავრობო ორგანიზაციების შენობები რაც იყო ეგ მთელი შენობები გადააკეთა ზოგირად ერთი გადააკეთა სკოლად, ერთი ბაღად გადააკეთა, ერთი პოლიციის შენობად გადააკეთა ოფისად. აი გადააკეთა ყველაფერი რა, მარტივად რო ვთქვათ. აი ეგრეთ დაიკეტა არასამთავრობო და მოკლედ აი ეგ ისტორია რომ მოყვე შემდეგი მართველი როგორები იყვნენ. ძალიან შორს დაგვიყვანს ეს ისტორია რა და რეალურად ომებიც გადაიტანა მაგან ისინი საქვია მიწისძვრები კატასტროფები უამრავი რამე გადაიტანა მაგერმა და ახლა კიდე ორი ფრაქცია ქვეყანა არის ორ ფრაქციად გაყოფილი და ორივე ძალიან კარგია და სხვა პიროვნებები ვინც თქვი მე ყველა მართველი იყო კარგი პიროვნება როგორც პრეზიდენტები დიქტატორი ვინც იყო ყველანი აი დაჟე კომუნისტებიც გამოჩნდნენ აი ამ ტიპის მერე ხა ვისაც ყვები ეს ტიპი რომ მოვიდა მაგის მერე გამოჩნდა კომუნისტები ეს ტიპი იყო ნაციონალისტი და ამის მერე გამოჩნდა კიდევ კომუნისტი აი როგორი კომუნისტი რო შაიცა აი კომუნიზმი რასაც გვედა სტალინისტი და მთელი ამბები მე უკვე კომუნისტური წამოვიდა რომელმაც აი ამ კომუნისტები ამბობენ რომ რა თქვია ბიზნესმენები ოლიგარქები ხო ხედავ რა საკეთებენ საკუთარი ხალხი მოყოთ მართლობაში დიქტატორი მოგეთ ჩვენი დიადი მართველები დაამხეს მოგეთ უამრავი რაღაც თქვა და ეს მთელი ეს ბიზნესები და ეს ყველაფერი ოლიგარქებს წავართვათ და უბრალოდ გაჭირებულ ხალხს დავურიგოთო აი მე მოვიდნენ ეგეთი კომუნისტები რა სოციალისტი კომუნისტები და მოიგეს სხვათა შორის მე მოიგეს მაგათმა როცა გაიმარჯვეს შეიცვა რეჟიმი შეიცვალა მთლიანად უკვე კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და კომუნისტური რეჟიმი მას ნიშნავს რომ დემოკრატიული არჩევნები საერთოდ არ იქნებოდა მოგეთ ეს კომუნისტური რეჟიმი არც ისე დიდხანს გაგრძელდა მაგრამ სანამ ის გაგრძელდა ოლიგარქიული სისტემა მოიშალა მთლიანად ამ ტიპმა ადგა ასე და მართლა შეასრულა ყველაფერი ეს ქარხნები ყველაფერი რაც ოლიგარქებს ჰქონდათ გაანადგურა ანუ ქარხნები მარტივად რო ვთქვათ გადავიდა სახელმწიფო იმაზე და სახელმწიფო ამუშავებდა იმ ხალხს და ეს მთელი ოლიგარქები ყველაფერი რაც ამათ ჰქონდათ ის ფინანსები გაუყინა ყველაფერი ანუ ამ ბიზნესმენებმა და ოლიგარქებმა რომლებიც ქვეყანაში იყვნენ გაიქცნენ იმიტომ რომ ეგ იყო მათი ერთადერთი გზა მათი მთელი ქონება დაყადაღდა და სახელმწიფო ქონება გადაიქცა მაგრამ ნახე კომუნიზმი რატომ ვერ გაგრძელდა მაგ ქვეყანაში თითქოს იმიტომ რომ განადგურდა თავისუფალი ბაზარი კონკურენცია და სახელმწიფო ვერ უხდიდა იმ ხელფას მუშებს რამ ხელსაც უხდიდნენ ისინი მაგრამ სამაგერო სახელმწიფო ამბობდა ამ შემთხვევაში რომ სამაგერო აი ახლა ხება იმ ხელფასები არ ქონდათ მაგრამ თქვენ არ ხართ მონობაში თქვენ არ ემორჩილებით იმ თქვენზე დიდარ ხალხს და ასეთი მეებს ამბობდნენ რაც სიმართლე იყო პრინციპში და საკმაო ხანი ასე გრძელდებოდა. ანუ თავიდან ამან კარგი შედეგი მოიტანა მართლა, მაგრამ თავისუფალი ბაზარის განადგურება ბოლომდე როცა ამას აკეთებ, ანუ ეგ უკვე ცუდია. იმიტომ რომ რაღაც დონეზე თუ მაინც არ შეარჩევდა ბიზნესმენები, შეიძლება ახლა ძალიან არ მოგწონდეს, მაგრამ ბიზნესები მნიშვნელოვანია და ეს კომუნისტური წყობა ისე იყო და მათი კომუნისტური ლიდერი ვინც იყო არ უყარდა კაზინოები ამიტომ ქვეყანაში კაზინოს ბიზნესს არ იყო პლუს ამას არ უყარდა კრიმინალები ოღონდ მაშინდელი მართლისგან განსხვავებით კრიმინალებს კი არ ხოცავდა ანუ ციხეში სვავდა მაგრამ ნახე როგორ მტკიცებულებები არ იყო საჭირო დაჯგუფების წევრი ან რომელიმე მაფიის წევრი თუ ვინმე იყო ისედაც ყველა მიცოდა უკვე ვინ იყო მაფიაში და ყველას იჭერდნენ
და მას რეალურად დიდი მტკიცებულები არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა, იმიტომ რომ ეს ხო ამერიკა არა და დიდი ქვეყანა ხო, მაგრამ ანუ პატარა ქვეყანა შაი თუნდაც საქართველოში ხო იგრეა, კანონიერი ქურდი ვინახო, ისაც ყველა ქართველმა იცის, ანუ მაგაზე ის რა თქმა. აი ეგეთი არა მაფია და ყველა მოსახლე, უბრალო მოქალაქეებიც იცის, ვინა მაფიაში ის ტიპი და რა თანამდებობა უკავია. ხო და ანუ მაგას მტკიცებულებები არ ჭირდება და ყველა უბრალოდ დააკავდა ციხეში შეყარა ძალიან დიდი ხნით. აი პატიმრები დგავსო უამრავი ციხე. ისე რომ ახალი ციხების მშენებლობაც დაიწყო კომუნისტური წყობისას, თუმცა ეგ ციხების აშენება ვერ დასწალდა, რადგან აი ამ მაფიის ხელშეწყობით გამოჩნდა ახალი ოპოზიცია. მოგეთ ძალიან გრძელი ისტორია, ახლა ყველაფერს აღარ მოვუყვები, იმიტომ რომ მეგონა ძალიან ბევრი ვისაუბრე იმ ქვეყანაზე და მაგ თუ ჩავედი vlogs ისე გადავიღებ, ძალიან კარგი ქვეყანაა. ჩემი მეგობრისგან მოგეთ იმდენს მიყვება ქვეყანაზე. აი ძალიან ბევრი რამე ვიცი მართლა ძალიან კაი ქვეყანაა, რას როგორ იყო. თავი ის არ ვარ წარმოგიდგენე რეჟიმები შეიცვალა ერთი მოსმეყოლებით პრეზიდენტი ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ ძალაუფლება დიდი ხანი ვერავინ ვერ შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, რომ ამდენი რეჟიმი შეიცვალა, ყველა ტიპი, ვინც იყო მართლობაში, ყველა ხასიათდება როგორც კარგი პიროვნება, რაც ძალიან უცნაურია. იმიტომ რომ ამდენი კარგი პიროვნება მართლობაში მართლა უცნაურია. მეგობარო. ეხლა შენ ისეთი რაღაცები მოგები რომ მაშინ მე მგონი ჩემ ძმასთან ლაპარაკი მოგენატრა, იმიტომ რომ არა, საიდან მოიტანე? რა შენ ძმასთან რატომ უნდა ვილაპარაკო საერთოდ რამეზე, მით უმეტეს ასეთ საინტერესო თემაზე. ანუ რატომ მომნატრებოდა საერთოდ? მეგობარო, იქნები იმიტომ რომ მე საერთოდ მსგავსი თემით დიდად არ ვინტერესდები, უბრალოდ გკითხე რაღაც თორე ესეთ დეტალურად ამდენი ინფორმაციის მოწოდება დართული გადასამშრომებლობა. ესეთ თემებზე ჩემ ძმასთან შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ჩემთან ცოტა ხო ხდები. იცი რა მეგობარო, კარგი. მოკლედ ეს პოდკასტი ამით დავასრულოთ, იმიტომ რომ აშკარად ორივე ბევრი ვილაპარაკეთ, მithomეს წინა პოდკასტთან შედარებით გაცლებთ ბევრი რამეზე ვისაუბრეთ. შემდეგ პოდკასტში უფრო მეც ვისაუბრებთ და საერთოდ სხვა სტუმრების მოწვევა თუ უნდა ხალხს, არაა პრობლემა. არის ხალხი, რომლის მოწვევა შეიძლება უბრალოდ ანუ სწრაფად ძალიან კარგი კორესპონდენტი არის რეალურად, უბრალოდ ერთადერთი პრობლემა არის, რომ ეხა ისე რომ ვისაუბროთ, როგორც საჭირო, მართლა ძალიან კარგი კორესპონდენტია, ჩართულად და ყველაფერი, მაგრამ ესე ერთად იმას ვერ ვახერხებ და ასეც მშვიდად ვარ. მოგეთ გემშვიდობით ნახვამდის, ეს არის უკვე რიგით მეორე პოდკასტი. და მე მგონი ძალიან კარგი პოდკასტი გამოვიდა. მე თუ მკითხავ, ძალიან კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ მე ძალიან კაი საინტერესო რაღაცებზე ვისაუბრე ჩემო კორესპონდენტებაც. და იმედი ამ პოდკასტს მე მეორედაც მოვუსმენთ, ერთი თვის მერე მეორედ მოვუსმენთ კიდე და მე უფრო მეტ რამეს გაიგებთ ამ პოდკასტიდან.